გამარჯობათ მეორებო. დღეს ჩვენ ვიღებთ ჯგუფები და გარჩევები ნაწილი 4 CSD-ში. დავა დავიწყოთ მეგობრებო. ნახოთ მეგობრებო თუ რა მოხდება აბა. რა გინდა მიშკა? რა გეკო ბუქარი? ატმულს დავუძახებ დედას ფიცავა. მე კიდია დაუძახები. რა გინდა? სად დაგდიბა დედაში? ბიჭო წესია რა ჩვენ. რა წესია რა თქვენ ხوار უბერავთ გოგო? ეხა დათვერე და ეხა მოგეცა ხო გული. აი მივიდე დაშენთან. და გავხელს უაზე გაიგე მაგასაც, ბებიაშენსაც, შენს მასაც და ბავშვებს ყველას. ყოჩა ხსაღო, ბავშვს ხო ხელი მოაძრო, მიდი ხა ჩემებს დაერიე ყოჩა. აი ამ ბავშვს როცა მინდა მაშინ წავიყვან და რამდენი ხნითაც მინდა. ვერ უვლი შენ ამ ბავშვს. მიბლის. აი მაგიტომაც უნდა შენთან რა გაკვეთილებ შენ არ ამესადგინებ. ტელევიზორს აყურებინებ, ჩიფსებს აჭმევ და 1000 უბედურება. მომისმინე. დედაშენმა აღარ დამირეკოს თორე. ბოზიშვილი ვიყო თუ ზროგზე არ წავიდე მაგის გამო. რა უნდა მეკიდები და მაშინ გამითიშა იმ ახო არ ყამიმან. ძალიან დამღალეთ რა, იყველან ძალიან მე დამღალეთ. თქვენ დამღალეთ, თქვენ. всё, წადი აქედან, მორჩა, წადი აქედან. აი ხა მივდივარ და კარგად დაიმახსოვრე. აღარ გაბედო იმისკმა, რომ ბავშვს არ გამატა, გაიგე? და შენი ფარჩაგზამას გადაეცი. არ ჩაერიოს თორე. მაგის კოსტუმს იტირებენ, გაიგე? აი ეგრე რო იქცევი, დედა მომიკვდეს მე შენ თუ ბავშვი გაჩვენ და შენ თავის მოგგონია რა. ვერ გიტან, ყლე ხარ. რა? გადი, წადი აქედან. წადი დროზე. Azuz, როგორ ახლა? ფე აბა? ხინკალი და ბუდის მიცი. ო, ჩაკაფული. ჩაკაფული, აბა რა, წავედ. გამარჯობა ბიჭებო. რა უმარჯოს? გამარჯობა. მურათ, ეს მანქანა იქით გადა. რატო? ორი მანქანი თქვა და გვერდი გვინდა რომ დავაკეთო. ადა ამიტომ მე გადავაყენო. ხო, რა იყო რა. მოგეუნები ძმურად გადააყენე, ამდე კიდე შენს გადააყენე. პარლამენტარი. რა შუაშია ვინ? იცი რა, ჩაჯიქი მანქანაში და დობრად გადააყენე. ასე აჯობებს. აი, წავედი. ასე რა. არაფერი. როგელაპარაკები სამიტება ბიჭო. ბიჭო, კი არა, თავი არ გამალახია. რანაირად ლაპარაკობ? კი არა, წალი და მოძებნე ადგილი და გააჩერდა. თუ ვერ უყოლო, გააჩვი და არა ჩვენი ალბათ რა არის? რანაირად ლაპარაკობ? მოდია, კამერა. აი, დაწნარდი ბიჭო. რისი? რასუსკე ამას მოუთხნევ ტრიტი. რანაირად ლაპარაკობ? შეშიფი. აი, დაინა, ფებირონ მანო და. ალო, პატრონის გამოძახება მინდა. დავით, როლანდას დაუბრე. აურეკავ, გაზო შაბა რას ვიზავ ბიჭო? ამას იმენა ციხეში ამოვა. დიაგნოზი დაუსვეს, რომ პირდაპირ გეტყვით, უნდა გამიგოთ, კარგად, როგორც მამას, როგორც კაცმა კაცს ბოლოს და ბოლოს. რა ჭირს? საშინელი ნევროზი აქვს. პატარა რაღაცაზე ეგრევე ფეთქდება, მაგრამ ჩემმა შვილმა ხმარონ თქვენს პარტიას მისცა, ეს დანამდვილებით ის. ხო, რაღაც არ ეტყობოდა მაგას, რომ ჩვენი ღირებულებების ერთგული კაცია. კაცურად მივედი და ვთხოვე, აქ ნუ დააყენებ მანქანას თქო. სტუმრებთან ერთად ვიყავ. მესმის. არაფერი არ გესმით. სტუმრებთან ერთად დროის გასატარებლად ვიყავი და თქვენმა შვილმა ეს დრო უსიამოვნებებში დამაკარგა. ვაიმე. სხვათა შორის თქვენ ახლა ეწევით დაზარალებულის დამუშავების მცდელობას და ესეც ისჯება კანონით. ვაიმე, როგორ გეკადრებათ, როგორ უბრალოდ მინდა გთხოვოთ, როგორც პოლიტიკოსს, როგორც რა ვიცი, მომავალ მინისტრს, ხო ხედავთ ცხოვრება როგორ მიექანება წინ, აგერ შეიძლება ახლა ჩემს თვალწინ პრემიერ-მინისტრიც დგას, ან საერთოდ პრეზიდენტი. ძალიან გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ, ჩემს უგუნურბის, ნუ ჩამივწყდეთ ამ ციხეში და საერთოდ ისეთ დღეში ნუ ჩამაგდებ და ისეთ ჯარიმად უნდა მაკისრებ, რომ სახკარი გასაყიდი შემექნა შემეშვით რა. ისა მეგობარო ოღ თქვენი დედაც მოვსწყან კიდე მე რა. ხო, კარგი. პეტრე რა ხდება? მოკლედ ნელიკო საავადმყოფოშია რა. რა?
ავად არის. მონც არ უნდა რომ შენთვის და ავტოსთვის ეთქო. რა სჭირს? სიმსივნე. გემუდარებია დავშვი. არაფერი არ მოუვა. არაფერი. მოიცა, სატრეკო არ დაურეკო, გემუდარები. არ დაურეკო. რატო იცი შენ და რატო არ ვიცი მე? რატო მგონია დედა ჩემი ბათში? არა, რატო მიმალავდი? მითხარი, რატო მიმალავდი? ეკაში ხი გამაგებინე. მაგიტომაც გიმალავდით. დედა ჩემს რამე რო დაემართოს, გადავირევი. ეხუცები, ავტოს უნდა დაურეკო. მართლა გადავირევი, მართლა გადავირევი. ავტო. პეტრე ვარ. ბიჭო, ნელიკოს ვერ პოულობ. ჩამოდი რა თბილისში არ არის ნელიკო მან. რა? ყველაფერი კარგათაა, აქ არის ხო? ჩამოდი მშვიდ და წყნა და ჩვენ ნაგდაგელოდებით, კარგი? პეტრე, წამიყვანი დედა ჩემთან. სად? წამიყვანე დედა ჩემთან თქო. ამაგებინე, ეგ მდგომარეობაში საწაგიყონო. რა ხდება, როგორ იქცევი? შენ როგორ იქცევი? არა, როგორ დამიმალე, პეტრე, როგორ დამიმალე? ხო, ავტო. რა ხდება? გამაგებენ ერთი კაცო. არაფერი, ჩამოდი რა თბილისში. პეტრე, მომისმინე. ნელიკო, ისმენ. პეტრე, არ დამალაპარაკე. ინერვიულო, გემუდარები, არ შეიძლება დამალაპარაკე, შენთვის დედა. ნერვიულობა. ნელიკო, თქო. დამალაპარაკე. დაწნარდით. პეტრე, დამალაპარაკე, დედა. დაწნარდით. დამალაპარაკე. დაწნარდით. დამალაპარაკე. დაწნარდი რა. რამდენი წელი გავიდა ისე რომ დამყავდა და არ ვიცოდი. მეც სულ ეს მაწუხებ და შენ რო არ იცოდი. თან მაგდა ისეთი საყვარელი გოგოა. ახლა ისეთი გაოცებული, დაბნეული, გახარებული ვარ, ყველაფერი ერთად. წარმომიდგენია. ნამდვილად დიდი სიხარულია. მეც ისე მეშინოდა. ხო გეუბნებოდი ელენე ყველაფერს ისე მიიღებს როგორც საჭიროა თქო. მოვედი. სამომშვიდობისა. სამომშვიდობის. როა თქო. მოვედი. სამომშვიდობისა. სამომშვიდობის. რა ხდება? პეტრე არ გცხვენია. ამას როგორ მიმალავდი? თინამ ისე გამახარა დღეს. პეტრე, ვიცი რომ ამის გაკეთება დიდი ხანია გინდა და ყოყმანობდი ხო და მე ავიღე ჩემ თავზე ელენეს და მაგდას ერთმანეთისთვის გაცნობა. ვინ გეკითხებოდა ვი? რატო ვაკეთებ ყოველთვის ყველაფერს შენ ჭკუაზე გამაგებინე? პეტრე, არ ინერვიულო. რატო ვაკეთებ შენ გასაკეთებელ საქმეს? ამიხსენი. რატო? მეგონა რომ პირიქით მადლობელი იქნებოდი. არა ვარ მადლობელი. ეს ჩემი მამაჩემის და ელენეს საქმეა. და არ უნდა ჩარეულიყავ ესე დაუკითხავად. რატო გააკეთე ეს? აი გამიტრაგე საქმე. პეტრე. კარგად იყავი. ვაიმე მომიკვდეს თავი. ანკა რამდენჯერ გაგაფრთხილე მე შენ? აუ რა მეგობარია რა გთხოვ რა. რა მეგობარი ანკა სკანდალი როა არ გესმის? კარგი გეხვეწები ხარ. დადის თამთა გახარებული. 1000-ჯერ გაგაფრთხილე. ფეხი ერთხელ თუ გადაგიბრუნდა, გადაგივლის სულ ყველა. და მაგრამ რომ კიდია ვაფშე თამთა რა საკეთებს და როგორ დადის, მაგის გამო არ უნდა გავიარო. ვინ გადაიღო? ანია კვავიღაცა ვარც. არა, როგორ შეიძლება პოლიტიკოსთან ურთიერთობა შეიძლება ანკა? და არ მაქვს ურთიერთობა. დაიცადე არ გააღო. აი თურმე რატო არ მივიქდები? აუ დედა გთხოვ მიხედე რა. შეღააკლი ხარ ახლა ამ ამბავს. ესეთი ლაპარაკი გაიგე. იცი რა, წადი ახლა აქედან სანამ პატრონისთვის გამომიძახებ. გამაუძახე მე. ნუ ხვირი ხარ. წამოდი შენ ჩემთან ქვევით. ანკა ფეხი არ გაადგა, იცოდი კატეგორიულად გაფრთხილებ. ჩემ ცოლ სადაც მინდა იქ დაველაპარაკები. გაიგე შენთან ლო, წამოდი. იცი რა, მეორედ რო გამოყვება ცოლად, მე გამოაცხადე პრეტენზიები ხა წადი აქედან ფეხი არ ნახო შენი აქ. შენ უწყობ ხელს ზუსტად ვიცითო. ვიღაც ფულიანს და გავლენიანს გინდა რომ შეტენო შვილი, ხო? წესიერად ილაპარაკე. წესიერად კი არა, შენ ცალკე დაგელაპარაკები ხვალ. რო დაიჯერო რო არაფერი არ მაქვს, არ შეიძლება. აი ამ თავზე დაჯმას არ გაპატიებთ მე თქვენ. მე თქვენი მოგიტყანავთ. წადი ახლა აქედან.
დეგენერატი. არა, გიღიდა რა? აი ორი იდიოტი კაცის გამო თავის ესე დღეს ჩაგდება. მეგობრებო, დღეისათვის მხოლოდ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, და ლაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი აბა ჰე.